მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოვამზადებ მედოქს ძველი რეცეპტით, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. თქვენ კი აუცილებლად გამოიწერეთ შინაურული, რათა ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მაშ ასე 2 ცალი კვერცხი და 200 გრამი შაქარი, მარილი და 4 სუფრის კოვზი თაფლი კარგად ავურიოთ. თუ თაფლი არის სქელი, მაშინ 3 სუფრის კოვზი დაგვჭირდება. მოვჭრათ 80 გრამი კარაქი და დავამატოთ კვერცხისა და თაფლის ნაზავს. კარაქ დამატებული მასა დავდგათ ადუღებულ წყალზე, ანუ ორთქლზე. დავურიოთ კარაქის გახსნამდე. შემდეგ დავამატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა და კარგად ამოვურიოთ. ორთქლზევე დავამატოთ 1 ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ კი გადმოვდგათ ორთქლიდან და დავამატოთ დანარჩენი ფქვილი. სულ დაგვჭირდება 550 გრამი ფქვილი. ჯერ კიდევ თბილი ცომი გადავიტანოთ ქვილმოყრილ მაგიდაზე და კარგად მოვზილოთ. მიღებული ცომი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად და გავაბრტყელოთ თხლად. მე გავაბრტყელე 30-40-ზე, რადგან ჩემი საწყობი ფირფიტა ამ ზომისაა. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე, ხოლო გამომცხვარ ფენებს თბილსევე ჩამოვაჭრათ გვერდები. მოვამზადოთ უგემრიელესი კრემი პლომბირი. 2 ცალ კვერცხს დავუმატოთ 150 გრამი შაქარი, 1 ვანილი და კარგად ავურიოთ. ჩავამატოთ აქვე 500 მილილიტრი რძე და 3 სუფრის კოვზი სახამებელი ან ფქვილი. როცა ფქვილი კარგად გაიხსნება, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშოთ ფაფა. აუცილებელია ფაფის მოხარშვის დროს მუდმივად მოვურიოთ. ცხელსვე დავაფაროთ სამზარეულოს პარკი და გავაცივოთ ოთახის ტემპერატურამდე. ჩვენი ფაფა უკვე გაცივდა და დროა ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 200 გრამი რბილი კარაქი. ვთქვიფოთ მანამ, სანამ კრემის კონსისტენციის არ გახდება. როცა კარაქი კარგად აითქვიფება, დავამატოთ პორციებად ჩვენი მოდუღებული ფაფა და ავთქვიფოთ კრემის ჰაეროვნებამდე. ეს კრემი არის განსაკუთრებულად გემრიელი. აუცილებლად მოამზადეთ და ნახავთ, რომ ეს საუკეთესო კრემია ნამცხრობისთვის და ტორტებისთვის. კრემი უკვე მოვამზადეთ, ფენებიც ახლა უკვე დაკრემვის დროა. ყველა ფენას სათითაოდ დავკრემოთ. ხოლო გვერდებიდან ჩამონაჭრელები დავვქვათ და მოვაყაროთ უკვე დაკრემლ ტორტს. მოვაყაროთ როგორც ზემოდან, ისე გვერდებზე და ჩვენი უგემრიელესი მედოკი მზად არის. შინაურულზე არის ასევე სამარხო მედოკის რეცეპტიც. ნახეთ და მოამზადეთ. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ შინაურული, რომ მომცეთ სტიმული, ჩაგიწეროთ ახალი რეცეპტები. მადლობა, რომ გიყურეთ მომავალ რეცეპტამდე.